2010 წლის მაისი. დასავლეთ საქართველოში კერძოდ ონი-ამბროლაურის გზის 111 კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა. იგივე მოხდა ერთი თვით ადრეც, რასაც წინ მიწისძვრა და გადაუღებელი წვიმები უსწრებდა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კონკრეტულად ონში, ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში, ასობით ოჯახი მეწყერ საშიშ ზონაში ცხოვრობს. 2010 წლის 15 აპრილიდან ამ რეგიონში ამოქმედდა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის, დანიის წითელი ჯვრისა და ისლანდიის წითელი ჯვრის საზოგადოებების მიერ. ეს არის თემებზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამა, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას, საქართველოსა და სომხეთს. შესაბამისად, პროგრამის შემსრულებლები არიან საქართველოსა და სომხეთის წითელი ჯვრის საზოგადოებები. პროგრამის მოქმედების ვადაა 15 თვე, 2010 წლის 15 აპრილიდან 2011 წლის 15 ივლისამდე. საქართველოში ჩასატარებელი საქმიანობების არეალად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განსაზღვრა იმან განაპირობა, რომ ეს მთიანი რეგიონი სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებისადმია მიდრეკილი. პროგრამის ფარგლებში მომზადდა კატასტროფების რისკის შემცირების საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალები. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალების ფართოქსელისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით მოხდა ინფორმაციის გაზიარება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლის მიზანია თემის წევრებისთვის კატასტროფების ნეგატიური ეფექტის მინიმალიზება და ცოდნის გაღრმავება, რათა იცოდნენ როგორი მოქმედონ კატასტროფის დროს. პროგრამის ფარგლებში ონში, ამბროლაურსა და ცაგერში უკვე განხორციელდა კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების მოხალისეთა 20 კაციანი ჯგუფების მობილიზება. მათ ჩაუტარდათ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები კატასტროფების რისკების შემცირებაში, ფსიქოსოციალურ დახმარებაში, პირველ დახმარებაში, სამაშველო და სახანძრო საქმიანობებში. მოხალისეთა ჯგუფები აღიჭურნენ პერსონალური დამცავის საშუალებებით, რათა შეძლონ კატასტროფებზე პირველადი რეაგირების მოხდენა, სანამ შემდგომი დახმარება გაეწევა არეალს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ევროკომისიასთან, დანიისა და ისლანდიის წითელი ჯვრის საზოგადოებებთან ახორციელებს აღნიშნულ პროექტს, რომელიც არის კატასტროფების რისკის შემცირების პროექტი. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული იყო მინიკ პროექტები, რომელიც შეამცირებდა კატასტროფებს, ასევე შეიქმნა 20 კაციანი ჯგუფები, მოხალისეთა ჯგუფები, რომლებმაც გაიარეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები იმისათვის, რომ იყვნენ მზად ნებისმიერი კატასტროფისათვის და იქნებიან დამხმარე რგოლი მოსახლეობისათვის. ასევე აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება საინფორმაციო მასალების გავრცელება სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებთან დაკავშირებით. პროგრამის ფარგლებში მოხალისეთა 20 კაციანმა ჯგუფებმა თემის წევრებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამაშველო გუნდთან ჭიდრო თანამშრომლობით მოამზადეს თემის საგანგებო სიტუაციათა გეგმა. მოსახლეობას ურჩევენ, როგორ გახადონ თავისი სახლები უფრო უსაფრთხო და რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის საგანგებო სიტუაციათა გეგმას კატასტროფის დროს. ტრენინგები, რომელსაც ეს ორგანიზაცია ატარებს წითელი ჯვარი, როგორც მოხალისეებისათვის და თვითონ ადგილობრივი მოსახლეობისათვის ძალიან კარგია. რადგან არ არის ინფორმირებული ბევრ რაღაცაში მოსახლეობა. შეიძლება მიწისძვრის დროს ვიცით რომ გავბივარ თქვათ სახლიდან, მაგრამ კონკრეტულად თქვათ წყალდიდობა იქნება ეს რაღაც არ იცის რა როგორ უნდა მოიმოქმედოს და შეიძლება თავისი ქმედებით პირიქით ზიანი მიაყენოს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემო მყოფებსა. პროგრამის ფარგლებში იგეგმება 2 სიმულაციის ჩატარება. თითქოს მოხდა რაღაც კატასტროფა და გაითამაშებენ თუ როგორ მოიქცევა დაზარალებული რეგიონის მოსახლეობა და როგორი იქნება ადგილობრივი ხელისუფლება, სამედიცინო და სამაშველო სამსახურების ქმედებები. პროგრამის ფარგლებში რეგიონის სკოლების მასწავლებლები მოწვეულნი იქნებიან კატასტროფათა რისკის შემცირების ტრენინგებზე დასასწრებად, რათა შემდგომ თავის მოსწავლეებს ასწავლონ თუ როგორ მოიქცნენ სახლსა და სკოლაში მეტი უსაფრთხოებისთვის. სკოლის მოსწავლეებიც ოჯახთან და მეზობლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის შემუშავება წარდგენაში. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა ქმედება კოორდინირებულია სხვადასხვა სააგენტოებთან და სამინისტროებთან, რომლებიც ჩართულნი არიან კატასტროფათა რისკის შემცირების საქმიანობაში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. პროგრამის ფარგლებში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა რეგიონის ხელისუფლებასთან. ჩატარდა მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება, სპეციალური კითხვარის მეშვეობით მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა, მეორადი ინფორმაციის მოძიება, ხიფათების, რისკებისა და შესაძლებლობების დარუგება და აქედან გამომდინარე გამოიკვეთა მთავარი პრიორიტეტები, თუ რა რისკებია რეგიონში და რა უნდა მოვიმოქმედოთ კატასტროფების რისკის შესამცირებლად. გადაწყდა, რომ მეწყერსაშიშ ზონებში, ონის, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში დარგული იყო კაკლის ხეები მეწყრული პროცესების შესაჩერებლად.
აღნიშნულ პროექტში გაკეთდა ადგილობრივი მოსახლეობის შეფასება, მოხდა პრიორიტეტების ჩამოყალიბება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და შემდგომ საქართველოს წითელი ჯვარი და ასევე ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივად ვაკეთებდით იმპლემენტაციას აღნიშნული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდა იდენტიფიცირება ამ პროექტის, რომელსაც ქვია ხეების განაშენიანება მეწყერსაშის ზონებში. 2011 წლის 7 მაისი, ამბროლაურის რაიონი, სოფელი პირველი ტოლა. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის ფარგლებში ხეების განაშენიანების პროექტი დაიწყო, რომელშიც ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა, რეგიონის ხელმძღვანელობა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. ეს არის კეთილი საქმე და კეთილი საქმე გააკეთო და ეცადო რომ აკეთო. ლეჩხუმის მუნიციპალიტეტში 900 ოჯახია, რომელიც არის მეწყერსაშის ზონაში, ანალოგიური არის ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში და ასევე არის ლენტეხის მუნიციპალიტეტში. საქართველოს წითელი ჯვრის ინიციატივით ტარდება დღეს აქცია. აქციაში დაახლოებით 130 კაცი იღებს მონაწილეობას. დაახლოებით რეგიონში დაირგვება 3000 ძირი კაკლის ენერგი. ეს ემსახურება მეწყერსაშის ზონაში ნიადაგის გამაგრებით სამუშაოებს. ეს ენერგები შეძენილია მთლიანად საქართველოს წითელი ჯვრის მიერ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს წითელ ჯვარს, წითელი ჯვრის პრეზიდენტს ქალბატონ ნანა ყაენიშვილს, საომავლოდ კაკლის ენერგები, როგორც ამ ნიადაგს გაამაგრებს, ასევე გარკვეულ შემოსავალს მისცემს მოსახლეობას. იმის გვეშინია, რომ არ აგვასახლოს მეწყერმა. ესაა ჩვენი მიზანი და მიტო გამოვეით. კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში არის საკმაოდ ახალი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან მუშაობა გვაძლევს საკმაოდ დიდ სტიმულს იმისთვის, რომ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის მზადყოფნა კატასტროფების შემთხვევაში. საქართველოში ეს არის ახალი კონცეფცია, ახალი მიდგომა თუ როგორ უნდა იყოს მოსახლეობა მზად და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება კატასტროფებზე. დასაწყისში ეს საკმაოდ რთულია, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ კარგ შედეგებს მივიღებთ. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის ფარგლებში, ონში, ამბროლაურსა და ცაგერში თემის მოხალისეთა კატასტროფებისადმი მზადყოფნისა და რეაგირების გუნდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის, ასევე წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარეს, რათა შეძლონ დაეხმარონ კატასტროფის დროს დაზარალებულ მოსახლეობას. 2011 წლის 26-28 ივლისს ონში, ამბროლაურსა და ცაგერში განხორციელდა ეგრეთ წოდებული სიმულაციები. თითქოს მოხდა რაღაც კატასტროფა და როგორ იქცევა ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლება. როგორია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის, წითელი ჯვრის საზოგადოებისა და სამედიცინო სამსახურების კოორდინირებული ქმედებები. 2011 წლის 27 ივლისი. ამბროლაურის რაიონის მუნიციპალიტეტში ყველა სამსახურის ხელმძღვანელი იკრიბება. ეგრეთ წოდებულ მეწყერას დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა. ცხადდება საგანგებო სიტუაცია და რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის, წითელი ჯვრის საზოგადოების, სახანძრო და სამედიცინო სამსახურების კოორდინირებული მოქმედებაც იწყება. საქართველოს წითელი ჯვრის კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით გავიარეთ ჩვენ არაერთი ტრენინგი. დღეს რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შესაბამის ტრენინგებთან დაკავშირებით სიმულაცია, რაშიც აქტიურად ჩართულია როგორც ადგილობრივი წითელი ჯვრის ორგანიზაცია, ასევე რაიონის ხელმძღვანელობა, სამაშველო ორგანიზაცია, პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების საშუალებით ჩვენ შევისწავლეთ მოხალისეებმა, როგორ უნდა გაუწიოთ ფსიქოსოციალური დახმარება, ასევე პირველადი დახმარება დაზარალებულებს. დღევანდელი სიმულაცია ხორციელდება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კონკრეტულად ონი, ამბროლაური და ცაგერი. ჩართული არის ადგილობრივი ხელისუფლება, ოპერაციულ შტაბს ხელმძღვანელობს ადგილობრივი ხელისუფლება, ჩართული არის ყველა ადგილობრივი სამსახური და ასევე წითელი ჯვრის მოხალისეები, რომლებსაც გავლილი აქვთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ტრენინგები. დღეს მოხდა ერთ-ერთი სწავლება, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება. დღეს შეიქმნა იმიტაცია
რომ ქალაქ ამბროლაურის ერთ-ერთ დასახლებაში მეწყერას უბანში მოხდა მეწყრული პროცესების განვითარება და ჩამოწოლა, სავარაუდოდ არის დაზიანებულები, არის ხანძრის კერაც, შეიკრიბა შტაბი, ამ შტაბზე იქნა გადაწყვეტილებები მიღებული, ამის შემდეგ ადგილზე მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ საველე პირობებში გაგვემართა სწავლება, ყველაზე კრიტიკულ ადგილას გაიმართა საველე შტაბი და ამის შემდეგ თითოეულმა შტაბის წევრმა, თითოეულმა სამსახურმა, რა თქმა უნდა, მოხალისეებთან ერთად განახორციელეს თავიანთი უფლებამოსილებები დღეს მდგომარეობით. ამ იმიტაციის მიხედვით ლოკალიზებულია ყველა ის მოვლენა, სტიქიური მოვლენა. ეს ამჯერად მხოლოდ სიმულაციაა, მაგრამ კატასტროფების ნეგატიური ეფექტის მინიმალიზება რომ შესაძლებელია, ეს ნათლად ჩანს, თუ იცი რა უნდა გააკეთო კატასტროფის დროს. ეს კი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩატარებული საქმიანობების შედეგია. I'm very impressed. You know, disaster risk reduction is a very difficult thing to do. To do this as a program for the first time, I was not expecting amazing results. And after traveling for the last week up to Ambrolauri, Oni, all the volunteers we met, the relations with the local government, the enthusiasm for this program clearly showed me that there's a considerably increased understanding of disaster risk, how families can protect themselves, and the development of the Red Cross volunteer community teams is a wonderful supplement to the government services. And can you tell me a little bit more about the program? Why are you here? What is in detail? Because this was a new program for Georgia Red Cross, the donors wanted to do an evaluation to see has this met the targets that were set. They were very ambitious targets in a very short time frame trying to establish this program. So I've come to evaluate if the targets have been met and to make recommendations for the future. In every area I've looked at, the targets have been met or exceeded. I think the high respect that the public and the government have for the Georgia Red Cross made a real difference in opening doors. The support from the local authorities, the regional authorities, the state ministries has been very important. But at the end of the day, I think the enthusiasm of the volunteers and the hard work of the staff of the Georgian Red Cross has really made this a success. So I'm recommending they should continue with this program, they should expand this program, because I think this really will make a difference when you have disasters, that people are aware of what to do, including the school children, and the Georgian Red Cross has this new capacity in the community to help the national authorities to respond to disasters. Beautiful. Anything you didn't like? Yeah, I recently did evaluations after the Haiti earthquake, 3 evaluations. I did 2 evaluations after the extensive floods in Pakistan. And there's always going to be something you find that's wrong. I could find nothing wrong with this program. The management, the way it was conducted, the relationship between the disaster response and preparedness work, along with organizational development, opening up new Red Cross branches, which will deliver other services to the communities. Now, I looked very hard, and I'm a very tough evaluator. This was a wonderful program to evaluate, and it's really been a pleasure to visit Georgia and to see the work of the Georgian Red Cross.